მოგესალმებით. დღეს ერთ ძალიან უჩვეულო წყაროს ჩაუღრმავდებით. თქვენ მოგვაწოდეთ და მართალი გითხრათ საკმაოდ დამაინტერესებელია. ეხება დედამიწის კაცობრიობის წარმოშობას. ოღონდ სულ სხვა კუთხით. დიახ, ნამდვილად. აი წარმოიდგინეთ. შორეული პლანეტა, არიონი. რაღაც მოწინავე ცივილიზაცია, სელესტიალები. ხო. და უცებ გალაქტიკური კატასტროფა. ხო და ჩვენი მიზანია გავიგოთ, აი ამ წყაროს მიხედვით, რა კავშირშია ეს ყველაფერი ჩვენთან, დედამიწასთან. აქ ის არის საინტერესო, რომ ეს, ფაქტობრივად პანსპერმიის იდეის ერთგვარი ვარიაციაა, ხო? ოღონდ ძალიან მასშტაბური. როგორ შეიძლებოდა, რომ რაღაც განვითარებულ ცივილიზაციას, დაედოს სათავე ჩვენს სამყაროში სიცოცხლისთვის? გასაგებია. წყარო აღწერს მართლა გრანდიოზულ რაღაცებს. გალაქტიკის კოლაფსი, მერე გიგანტური ხომალდი გენური კიდობანი ააგეს. გენური კიდობანი საინტერესო სახელია. ხო, და მერე დედამიწის ტერაფორმირება, სიცოცხლის შექმნა. დეტალებშია ეს ყველაფერი. მოდი, თავიდან დავიწყოთ. ესე იგი, წყაროს მიხედვით ვინმე დოქტორი სერაფინი მეცნიერი. ჯიახ, პატივსაცემი მეცნიერი. ხო, აცნობებს ამ სელესტიალებს, რომ მათი გალაქტიკის ბირთვი კოლაფსირებს, განადგურება ემუქრებათ. სრული განადგურება, დიახ. და ერთადერთი გამოსავალი ევაკუაციაა. აი აქ ჩდება ეს გენური კიდოგნისიდია. მემკვიდრეობის შენახვა უნდათ. სუსტად. თავიანთი არსის მემკვიდრეობის გადარჩენა. და ირჩევენ დედამიწას. რატომ მაინც და მიც დედამიწა რამე წერია? პირდაპირ მიზეზი. ეს არისო არ წერია, მაგრამ აღწერილია დედამიწა როგორც რაღაც ლურჯმწვანე მარგალიტი, რომელსაც პოტენციალი ჰქონდა, მათი ჩამოსვლაც კი რაღაც ციურ სანახაობადაა აღწერილი. ესე იგი, აქ მარტო გადარჩენაზე არ იყო, ახალ დასაწყისზეც. პოტენციალი დაინახეს. დიახ. და დედამიწაზე ჩამოსვლისთანავე ბრძენი მრჩევლის თალარას ხელმძღვანელობით იწყება ტერაფორმირება. პლანეტის გარდაქმნა, ხო? რომ სიცოცხლისთვის ვარგისი გამხდარიყო. ზუსტად. წარმოიდგინეთ მასშტაბი. ატმოსფეროს შექმნა, მერე მდინარეები, ზღვები, მცენარეები დარგეს. ეს ხომ წარმოუდგენელი ტექნოლოგიაა, კი. და წყარო ხაზს უსვამს, რომ ეს არ იყო უბრალოდ ტექნიკური პროცესი. თალარას როლი აქ მნიშვნელოვანია. ისინი ქმნიდნენ ეკოსისტემას. ჯერ წყლის სამყაროს, მერე ხმელეთზე გადმოვიდა სიცოცხლე. ჩანს, რომ საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი. გააზრებული პროექტი იყო. დიახ. ამასობაში კიდობნის ლაბორატორიაში ის დოქტორი სერაფინი რაღაც ფუნდამენტურზე მუშაობს. იმ უჯრედზე, ხო, გამრავლების მექანიზმზე. ზუსტად. ქმნის პირველ უჯრედს, რომელსაც შეუძლია განაყოფიერებით გამრავლება. აქედან იწყება უკვე სიცოცხლის აფეთქება დედამიწაზე. სიცოცხლის აყვავება. მერე ცხოველთა სამყარო ჩნდება. ხო, მტაცებლები, მსხვერპლი, ეს ბუნებრივი ბალანსი, კვებითი ჯაჭვები, ქმნიან დინამიკურ სისტემას, რომელიც თვითონ ვითარდება, თუმცა მათ მიერ დაპროექტებულს. და მივედით ყველაზე საინტერესო მომენტამდე, ადამიანების შექმნამდე. დიახ, აქ ხდება მართლა. კულმინაცია. საკუთარი და დედამიწისეული გენეტიკური მასალის გამოყენებით ქმნიან პირველ ადამიანებს. ჰომო სელესტიალის არქმევენ, ხო? დიახ, ჰომო სელესტიალისი. და მათ ანდობენ პლანეტის ცველობას. ცველობა ესეც საინტერესო ტერმინია. ნამდვილად, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან კაცრი კანონი. ერთგვარი დირექტივა. რა კანონი? შემქმნელებს, სელესტიალებს ეკრძალებათ თავიანთ ქმნილებებთან პირდაპირი კონტაქტი. რატომ? წყარო ამბობს, რომ ეს ექსპერიმენტის სიწმინდისთვისაა, რომ არ მოახდინონ გავლენა მათ განვითარებაზე, არ ჩაერიონ ემოციურად. გასაგებია. დამკვირვებლის როლში რჩებიან. ზუსტად. და აქ ორი ფიგურაა მნიშვნელოვანი. დოქტორი სერაფინი ბრძენი, ცოტა არისტოკრატული ტიპი, ვერცხლისფერი თმით, ლურჯი თვალებით, ის უფრო მეცნიერულ მხარეს განასახიერებს. და მეორე ეს მჩემებელი, ხო? თალარა. დიახ, თალარა. დიდებული ამეთვისტოსფერი თვალებით, კოსმიურ სამოსში. ლიდერი, ხედვა. მისი სამოსიც კი ვარსკვლავურია, თითქოს. ეს დაშორების პოლიტიკა, რას გვეუბნება მათზე? ცოტა უცნაური არა? შენს ქმნილებასთან კონტაქტი აიგრძალო. ეს, ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კითხვა ამ ნარატივში. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, მაგრამ თან განცალკევება. ისინი შემქმნელები არიან, მაგრამ ირჩევენ დამკვირვებლის როლს.
შეიძლება ეს მათი სიბრძნეა, ან იქნებ ტვირთიც, რომ უყურო შენს ქმნილებას და ვერ ჩაერიო. ხო, საფიქრალია ნამდვილად. მაშ, მოდით შევაჯამოთ თქვენთვის, ჩვენი მსმენელისთვის. ჩვენ განვიხილეთ ეს ამბავი სელესტიალებზე, ცივილიზაციაზე, რომელიც კატასტროფას გამოექცა, დედამიწაზე მოვიდა, გარდაქმნა ის, შექმნეს სიცოცხლე ფაქტობრივად ნულიდან. დიახ, და ბოლოს შექმნეს ადამიანი, Homo celestialis-ი, დაავალეს პლანეტის მცველობა, მაგრამ თვითონ დისტანცირდნენ. ხო, თქვენთვის პირადად, როგორ ცვლის ან ავსებს ეს თქვენს წარმოდგენას სიცოცხლის კაცობრიობის წარმოშობაზე? ეს ხო ალტერნატიული ხედვაა. და ეს გვიტოვებს ერთ კითხვას დასაფიქრებლად, ჩემი აზრით. რას ნიშნავს იყო პლანეტის მცველი? მით უმეტეს პლანეტის, რომელიც შენ კი არ შეგიქმნია, არამედ ასე გერგო მემკვიდრეობა და მწყაროს მიხედვით. მართალია. და რას გვეუბნება სელესტიალების გადაწყვეტილება, რომ შორიდან დააკვირდნენ შექმნის ბუნებაზე, პასუხისმგებლობაზე და იქნებ იმ მარტოობაზეც, რომელიც შემქმნელს შეიძლება ახლდეს თან. საინტერესო თემებია ნამდვილად. დიახ, ამაზე შეიძლება დაფიქრება ამ წყაროს კონტექსტში.